დავიწყოთ ახლა საუბარი უკვე სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე, რომელიც დღეს პოლიტიკურ წრეებში განხილვის საგანი გახდა. ვიცოდით ამ კვლევის არსებობის შესახებ, თუმცა მისი დეტალები არ იყო საზოგადოებისთვის ცნობილი. საუბარი არის 2025 წლის 5-20 მაისის პერიოდზე, აი ამ შუალედში სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, რომლის ხელმძღვანელი ბატონი იაგო კაჭკაჭიშვილია, ამერიკული ორგანიზაცია Rosner Research-თან თანამშრომლობით საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობაში კვლევა ჩაატარა. საზოგადოებრივი აზრის კვლევაში პირისპირი ინტერვიუს სახით 2000 რესპონდენტი მონაწილეობდა. შერჩევის ცდომილება 2.2%-ია პლუს მინუსი 95%-იანი სანდოობით. ახლა კი რაც შეეხება კვლევის შინაარსს და მის რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს. დავიწყოთ პირველი სლაიდით. საქართველოს ვითარდება თუ არა საქართველოს სწორი მიმართულებით, ეს იყო აი თქვენი აზრით მთავარი კითხვა, რომელიც დაისვა. საინტერესოა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, თბილისელების გამოკვეთილი უმრავლესობა, ხოლო რეგიონების ყოველი მეორე მაცხოვრებელი ქვეყნის არასწორი მიმართულებით განვითარებაზე მიუთითებს. თქვენ ხედავთ, რამდენად დიდი არის ეს პროცენტი. თბილისში საერთოდ გამოკითხულთა 74%, 74% თბილისელებისა, დედაქალაქის მცხოვრებლებისა ამბობს, რომ ისინი უკმაყოფილოები არიან ქვეყნის განვითარების მიმართულებით, რომ საქართველო ვითარდება არასწორი მიმართულებით. აი, საქართველოს მასშტაბით ასევე შთამბეჭდავია ეს ციფრი, 57% საქართველოს მოსახლეობისა ძალიან კრიტიკულად არის განწყობილი ქვეყნის განვითარების ვექტორის მიმართულების მიმართ. რეგიონებშიც მძიმედ აქვს საქმე, მართლ ძალას 50% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და დაახლოებით 38.5%-ია, რომელსაც ამ ხრივ, ასე თქვა, დადებითი განწყობა აქვს. გადავიდეთ მეორე სლაიდზე. კითხვა ასეთია, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას. ჩვენ ხედავთ ამ შეკითხვას. არ არის დიდი მოულოდნელობა, მაღალი ფასები არის პირველ ადგილზე, უმუშევრობა, დააკვირდით, ქართველების მიგრაცია ქვეყნიდან მესამე ადგილზე, აგერ უკვე მე რამდენი თვეა, ნარკოტიკების გამოყენება, რომელმაც დაიმკვიდრა როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, სიღარიბე თავისთავად, დაბალი პენსიები, დაბალი ხელფასები, მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დაცვა და აი ამ დეტალს მინდა რომ დავაკვირდეთ, აქ თქვენ ნახავთ სოციალური თემატიკის მიღმა, რომელიც ბუნებრივია და ხშირად შემოდის. თბილისელებმა დამატებით გამოკვეთეს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, აი ძალიან ეს ყვითელი ხაზი, რომელიც ეკრანზე ჩანს თქვენთანაც, ზუსტად აი ამ თბილისელებში უკვე ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით არსებულ მძიმე სიტუაციაზე მეტყველებს, მას მოძლევს კრიმინალი და დაუცველობა, გაყალბებული არჩევნები, შემდეგ განათლება და ასე შემდეგ. კი ბატონო, გადავიდეთ მესამე სლაიდზე. ეკონომიკასთან დაკავშირებით, თქვენი აზრით, საქართველოს ეკონომიკა ახლა ძლიერია თუ სუსტი? ასე დაისვა შეკითხვა. თქვენ ხედავთ, რომ პასუხებში ეკონომიკის მაღალი ზრდის ოფიციალურ სტატისტიკასა და მოსახლეობის განწყობებს შორის შედეგების გათვალისწინებით არის უზარმაზარი ნაპრალი. უმრავლესობა, როგორც საქართველოს მოსახლეობაში და ასეთია 66%, ისე რეგიონებში 60%-ის მოცულობით და განსაკუთრებით თბილისში 81%. ხალხო, 81% მიიჩნევს, რომ ამჟამად საქართველოს ეკონომიკა ან მეტნაკლებად სუსტია, ან ძალიან სუსტია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის და ქვეყანაში მათ შორის ბიზნეს განწყობების კუთხით, მოსახლეობის განწყობების კუთხით არსებულ მდგომარეობას ასახავს. გადავიდეთ მეოთხე სლაიდზე. შეკითხვა ამ შემთხვევაში იყო ასეთი: ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი უნდა გაგრძელდეს თუ შეწყდეს? მნიშვნელოვანი ამ კითხვაზე პასუხის ცოდნა, ჩვენ ვსაუბრობთ და აგერ წინა ჩართვაზე მე-200 დღეა ამ უწყვეტი პროტესტის. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა 53% მთლიანობაში ემხრობა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი უნდა გაგრძელდეს. მესამედი ამ ადამიანებისა, ანუ 32% ამ მოთხოვნაში არის კატეგორიული. თბილისელების გამოკვეთილი უმრავლესობა 69% არის და იმავე პოზიციაზეა, ანუ 44%-ის სახით კატეგორიული არის თბილისში. ანუ თბილისში ამ საპროტესტო განწყობების
განწყობების და ამ პროტესტის გაგრძელების მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად დიდია და კატეგორიული. რეგიონებში პროტესტის გაგრძელების მომხრეთა ნაწილი 46.5% აჭარბებს პროტესტის გაგრძელების მოწინააღმდეგეთა წილს, ასეთი არის 36.5%. თუმცა კატეგორიულად მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა წილები თითქმის იდენტურია. და გადავიდეთ მეხუთე სლაიდზე, მეხუთე კითხვაზე, ეს უკვე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებთან და მათთან დაკავშირებული თემები არის. კითხვაზე ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, მოსახლეობის განწყობა ასე ნაწილდება. დიახ, ამბობს გამოკითხულთა 54.4%, არა 22.3%, არ ვიცი და უარი პასუხზე, ასეთია 23.2%. მონაცემები განსხვავებულია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. თბილისში ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას 50% ემხრობა, წინააღმდეგია ან უარს ამბობს პასუხზე 50%, რეგიონებში 56.4% ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და აქვე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი პროევროპული ოპოზიციური ძალების ამომრჩევლებშიც 55% ემხრობა იმას, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ არჩევნებში, თუმცა ერთი რამე არის აქ მნიშვნელოვანი, ამათგან უმრავლესობა 54% ადგილობრივ არჩევნებში იმ დათქმით აპირებს მონაწილეობას, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ან არჩევნებიც ჩატარდება. მანამდე ან ადგილობრივის პარალელურად. თუ პოლიტიკური პრეფერენციების ჭრილში შევხედავთ და ეს დეტალებიც არის გამოქვეყნებული, ყველაზე მაღალი მზაობა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის აქვთ ქართული ოცნების ამომრჩევლებს, ასეთია 60%, ხოლო ყველაზე დაბალი კოალიცია ცვლილებებისთვის ამომრჩევლებს, ასეთია სულ 33%. ეს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით. როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოს მოსახლეობაში პოზიციები გაყოფილია, ერთი ნაწილი 36% ემხრობა ადგილობრივ არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ხოლო მეორე ნაწილი 39%, ანუ უმეტესობა შედარებით ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც თბილისში მომხრეარ. თბილისში უფრო დიდი ნაწილი 46% მხარს უჭერს ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად. რეგიონებში პირიქით არის უფრო დიდი ნაწილი, ანუ 40% ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც. და მოდით მეექვსე სლაიდი ვნახოთ, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების გავლენების, მათი რეიტინგების თვალსაზრისით. ამ სლაიდში წარმოდგენილი არის უკვე ალოკაციის მექანიზმის გამოყენებით შედეგები პარტიების რეიტინგების. პოლიტიკური პარტიების რეიტინგი ასე გამოიყურება. კოალიცია ცვლილებებისთვის 16.9%, ნაციონალური მოძრაობა 14.6%, ლელო ძლიერი საქართველო 13.4%, გახარია საქართველოსთვის 12.4% და ქართული ოცნება 35.2%. აქ უბრალოდ მინდა რომ შევჩერდეთ და განახოთ დააკვირდით თბილისში ქართული ოცნების მონაცემებს. თუ კი ესე თქვა ქვეყნის მასშტაბით ეს არის 35.2%, საქართველოს მასშტაბით რეგიონების მასშტაბით 39.7%. თბილისში ქართული ოცნების მონაცემები რეიტინგისა 24.6%-ს ალოკაციის მეთოდით არწდება. ანუ 1/4, ანუ თბილისში ქართული ოცნების რეიტინგული წელი არის პარტიებს შორის მხოლოდ 1/4. ძირითადი მიგნებები საქართველოს მოსახლეობის, ძირითადი მიგნებები უშუალოდ ამ კვლევის ავტორების შეხედულებებიდან გამომდინარე, ჩემი შეფასება და მოსაზრება არ გეგონოთ, ანუ კვლევის ავტორების მიერ გამოქვეყნებული ძირითადი მიგნებები. მოსახლეობის უმრავლესობას არ მოსწონს ქვეყნის განვითარების მიმართულება, გამოკვეთილი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკა სუსტია. ქვეყნის წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე პრობლემებიც სოციალურ-ეკონომიკურია, მაღალი ფასები, უმუშევრობა ვნახეთ ჩვენ. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი უნდა გაგრძელდეს. თბილისელთა განწყობები გაცილებით ოპოზიციურია, ვიდრე რეგიონების მოსახლეობის. თბილისელთა უმრავლესობა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. რეგიონებში პოზიციები გაყოფილია. ყოველი მეორე თბილისელი ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტს ემხრობა.
რეგიონებში პოზიციები აქაც გაყოფილია, თბილისელთა უმრავლესობა ადგილობრივი არჩევნების უსამართლო ჩატარების მოლოდინი აქვს თბილისელების უმრავლესობას, რეგიონების მოსახლეობა უფრო ელოდება იმას, რომ არჩევნები შედარებით სამართლიანად ჩატარდება. შემოდგომაზე დაგეგმ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას მოსახლეობის უმრავლესობა, გამოკითხულების უმრავლესობა დადებითად უყურებს თბილისის გარდა, თუმცა თბილისში მონაწილეობას ემხრობა ყოველი მეორე, ამასთან და იქ იყო ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც უკვე ახსენე და აღარ გავიმეორებ, ამასთან თბილისელები უფრო ემხრობიან ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ზუსტად ამას გულისხმობდი, ხოლო რეგიონების მაცხოვრებლების უფრო დიდი ნაწილი მხარს დაუჭერს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, მაშინაც თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. ჯამურად ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალების მხარდაჭერა 57% გაცილებით აჭარბებს ქართული ოცნების რეიტინგს, რომელიც 35%-ია. ეს განსხვავება განსაკუთრებით რელიეფურია თბილისში, როგორც უკვე გაჩვენეთ, 66-25-ზე 66%, ანუ ოპოზიციის 25% თბილისში ქართული ოცნების. თუმცა ცალკე აღებული, რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციური პარტიის რეიტინგი ჩამორჩება ქართული ოცნების რეიტინგს, მათ შორის თბილისშიც. ოპოზიციას აქვს შანსი, რომ ადგილობრივ არჩევნებში თბილისში დაამარცხოს ოცნება, თუმცა ამ ამოცანის შესრულება სჭირდება ბევრი პარალელური პირობა, ფაქტორი, რამდენიმე აუცილებელი წინაპირობა კვლევის ავტორების აზრით. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა ოპოზიციურმა ძალამ, ოპოზიციურმა ძალებმა გააძლიერონ არჩევნებში მონაწილეობის მზაობა თბილისელებში, იმიტომ რომ ისინი ყველა სკეპტიკურად არიან განწყობილი, ოპოზიციურმა ძალებმა გაერთიანონ ძალები, შეთანხმდნენ მერობისა და მაჟორიტარების საერთო კანდიდატებზე, თუ ეს პირობები არ შესრულდა, ქართული ოცნებისთვის ძალაუფლების ჩამორთმევა თბილისში კვლევის ავტორებს არა რეალისტურად ეჩვენებათ. თბილისში ოპოზიციის მიერ არჩევნებში მოგებას აქვს რამდენიმე აუცილებელი წინაპირობა ან დათქმა, მოდი ასე ვთქვა. და თუ ეს წინაპირობები და დათქმები არ შესრულდა, მაშინ ოპოზიციას გამარჯვება გაუჭირდება, ან შეიძლება შეუძლებელიც კი აღმოჩნდეს. ის რაც დღეს ხდება, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია იღებს მონაწილეობა, ზოგიერთი არ იღებს, ეს ყველაზე უფრო მეტად აზიანებს ქართული ოცნების დამარცხების შესაძლებლობას. ეს მეორე დათქმა, ანუ მერობის კანდიდატი უნდა იყოს საერთო, მაჟორიტარებზე უნდა შეთანხმდნენ, ანუ ერთმანეთს ამორჩეველი უნდა დაახმარონ. ბრძოლაზე არ უნდა თქვა უარი, უნდა იბრძოლო. აქედან გამომდინარე, აქ ყველაფერი გასაგებია. ხო, ეხლა ჩვენ საუბრობთ ისეთ თემებზე, რომ აი დაუშვათ რატო წავიდნენ ბრძოლაში სამასი არაგველი მაგალითად, ხო, მიუხედავად იმისა, რომ გასაგები იყო, რომ შანსები იყო ძალიან ცოტა და ესეთი არაერთი ომი გადაუტანია ამ ქვეყანას. გასაგებია, რომ გარემოა უსამართლო, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ დანებებას, ხო, უბრძოლოთ დანებებას, ანუ ესე რომ ვთქვათ, ნაზრახ სიცოცხლეს ისე სახელოვნად სიკვდილი ჯობია, რასაც ქვია. თუ ეს ერთიანობა გამჟღავნდება არა მარტო იმაში, რომ რაღაც ერთიანად მოუწოდებენ ისინი, რომ აი შევიდეთ ბრძოლაში, არამედ ასევე იქნება საერთო კანდიდატი მერის, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, მოხდება მაჟორიტარებზე შეთანხმება, ამ შემთხვევაში ეს კვლევაც ამას აჩვენებს, საკმაოდ რეალურია ის, რომ თუნდაც იმ გაყალბების იმ სტანდარტით, რაც იყო 2024 წლის არჩევნებში და ეს იყო ძალიან მაღალი დონის გაყალბება მაშინ. აი ამ სტანდარტითაც კი შეიძლება ხელისუფლებამ წააგოს, ანუ ვერ დაწეროს ის, რაც მათ უნდა. თბილისი, სადაც ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა არის ყველაზე მაღალი რეგიონებთან შედარებით, ხო იმ თბილისშიც კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვება სჭირდება მათი სრული ერთიანობა, როგორც კამპანიის თვალსაზრისით, ასევე კანდიდატებზე შეთანხმება და ოპოზიციას რომ ერთიანობის რესურსი და სურვილი ქონოდა, ჩვენ დღეს სხვა ვითარება გვექნებოდა და საპარლამენტო არჩევნებიც მოგებული გვექნებოდა. არჩევნებისადმი დამოკიდებულებაში ერთიანი მიდგომა არ არსებობს, ასე რომ პრობლემა ის არის, რომ ობიექტურად თბილისში მოგება შეუძლია ოპოზიციას, მაგრამ იმის გამო, რომ არ არსებობს ერთიანი დამოკიდებულება მონაწილეობის მიმართ, ამიტომ პრაქტიკულად ძალიან მცირეა ამის შანსი. ასეთ ვითარებაში გადასაწყვეტი აქვს ოპოზიციაში. შეძლებს ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას,
შეძლებს მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმებას შანსი არის ძალიან დიდი და რომ მივაყენოთ პირველი პოლიტიკური დარტყმა სერიოზული ხელისუფლება. დაჭერდა გააჩნდეს საზოგადოებრივ ოპოზიციამ.